მოგესალმებით მეგობრებო, მე დავბრუნდი, სუიძახდი ხომ რომ დავბრუნდი თქო, მაგრამ არ იყო სწორი, დაბრუნება როდესაც ადამიანი რაღაცა დროით წავა და მე უკან დაბრუნდება. ერთკვირეინ ჩაგდება მქონდა. ოღონდ ფარში არა, ფარში მოკლედ ჩაიარა ჩემმა ამბებმა კიკოფმა, ძალიან ბევრი ნერვიულე, ძალიან ბევრი ვიწვალე, ძალიან ბევრი ვიშრომე და მაინც რა კარგად ჩავატარეთ ყველაფერი. პირველ რიგში მინდა რომ ჩემ გამომწერებს მიმართ, რომელსაც უთხრეთ რომ მე პირველი იარუსი გავხსენე და იქ მობრძანით მეთქი და იქ იყოს მეთქი ჩვენი იარუსი თქო და ერთხელ ცადი ამოსვლა ამოვედი კიდეც უბრალოდ და ბავშვებმა დაცვას აჯობეს რა მაგ იმასე რა ქვია მაგ ივენტზე 55 სული დაცვა იყო რომელსაც ალბათ არ ეგონა რა ანუ ეგარი არის ხოლმე რომ ხშირად რაღაცა არ ეგონა რომ ეგეთი ამბავი იქნებოდა რა იმიტომ რომ გიკითხეს ალბათ რომ რას ვიცავთო რაღაცა YouTube რაღაცა ალბათ ეს ეტყოდნენ და აი წამოდიოდა დადგნენ და ბავშვებმა ძალიან აჯობეს მე ჯებირები ჩადგეს და რაც შეეხება ჩემი აროსეც უნდა ყოფილიყო დაცვა სადაც უბრალოდ მარტო ჩემი გამომწერები იქნებოდნენ როგორც კი ფეხი ავდგი ეგრევე მაიკა-მაჩუკე წავიდა მაგრამ ერთადერთმა ბავშვმა ერთ-ერთმა აქეთ მომცა მაისური აგერო ეს მაისური ჩემგანო შენ და მაჩუკა ძალიან ლამაზი მაისურია მაგიტომაც მაცვია ახლა მე ვარ ადამიანი რომელიც ცუდ საქციელზე ხაზს არ გაუსვამს იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება რა მაგალითად ცუდ კომენტარზე პასუხი არის ის რომ ცუდ კომენტარს აქცევ ყურადღებას და შეიძლება ვიღაცა ადამიანმა ვისაც ყურადღება უნდა უბრალოდ შენგან საერთოდ არ ფიქრობდეს შენზე ეგრე ცუდი რაღაცები წეროს და გონებაში ისქნას რომ თუ ყურადღების მიქცევ უნდა ცუდი რაღაც უნდა გააკეთოს მე მხოლოდ კარგ კომენტარებს დავაბგულებ ხოლმე კარგ კომენტარებს გავცემ პასუხს და კარგ საქციელებს დავაფასებ როგორც აი ეს მე როგორც გამიხარდა ძალიან რომ ეს მაისური მაჩუკა იმ ადამიანმა მესის მაისურია ესე მესისი არა მაგრამ მესის არ ეკუთვნოდა მაგრამ ჩემია მაგრამ მაჩუკეს რა უკან მესი 10 ნომერი აწერია და მესის ამბოშია რა ძალიან დიდი მადლობა გამოვასწორებ აუცილებლად შემდეგ კიკოფს და დაცვას კი არა აი სნაიპერებს დავაყენებ რომ მანდ ვერავინ ვერ მოხვდეს ძალიან მინდოდა მართლა ქვემოდან სულ აი გულწრფელად ამოვიხედებოდი ხოლმე და აი ძალიან მინდოდა ხოლმე რომ მეთქი აი ნერვები მეშლებოდა თან მერე ჩემ თავზე რომ აი როგორ ვერ მივაქციე ყურადღება მაგრამ ბევრი რაღაც იყო ძალიან გასაკეთებელი გუნდის კაპიტანი ვიყავი სტადიონის აქირავებელი იქ რაღაც მუსიკა იქ DJ იქ ვიღაც რეჟისორი ყველაფერზე ყურადღება უნდა მიმექცია მაგრამ ვინც იყავით ძალიან კარგი ფიდბექი მივიღეთ რაღაცა თანხა შევაგროვეთ მეც ველოდებოდით მაგრამ დონაციაზეც აი ეს რაღაცა დონაციის ლინკი ვერ გავაზიარეთ თუ რაღაცა რა მაგრამ არა უშავს პირველი იყო და უკანასკნელი არა და უკეთესი იქნება ბევრად. კაი დავანებოთ ამ კიკოფს თავი, კიკოფზე ვლაპარაკობ უკვე, კიკოფზე ფიქრობ და ვლაპარაკობ ძალიან დიდი ხანია და ეხა იმაზეც რა ქვია, ჰამაკაზეც კიკოფზე ვლაპარაკობ შემდეგ ვიდეორაც დაიდება, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, უცებ გეტყვით, მინდა რომ ამოვანათო რა, ეს ადამიანი დავით ზაქარიაძე უბრალოდ ბარსელონას დირექტორი იცოდეთ რომ მაგარი ჯიგარი ტიპია, რაც უფრო მეტ რაღაცას იყიდით მის მაღაზიაში, მით უფრო მეტ რაღაცაში ჩაერთვება პოზიტიურად. ჯიგარი ხარ დავით ბილიც ძმა არის მინდოდა ბეიბი ბუბუს შექმნა სათამაშოსი რომელზეც უბრალოდ მართლად რო არ მეყო ყურადღება მიმექცია ანუ ბევრი უნდა ვიყო რა ვინმეს თუ კლონირების აპარატი გაქვთ მათხოვეთ ბეიბი ბუბუს სათამაშოს შექმნა მინდოდა ძალიან მაგ რაღაცნაირი არარსებული ცხოველის რომელიც იქნებოდა თან უხეში თან საყვარელი თან რაღაცნაირი ანუ ბევრი მაგრად მინდოდა სათამაშო ყოფილიყო თან რა მე პერსონაჟი მე მაგაზე მულტფილმი ძალიან ბევრი გეგმა მქონდა ამ პერიოდში ლაბუბუ გაჩნდა ესეთი სათამაშო რომელიც ზუსტად იგივე კონცეფციისა რა კონცეფცияსაც მე ჩემი იდეა იყო ანუ თან არ არის ქართული ეგ აღადაობა ყველაზე გადავეს რომ ლაბუბუ ქვია ანუ ბეიბი ბუბუს ვაპირებდი და ლაბუბუ შეიქმნა ანუ ტრენდსეტერი ვარ ჩვეულებრივი რა ანუ რაღაცას რო ვიძახი ვინც კი მიყურებ და შენ გაქვს რაღაცა შესაძლებლობა რომ მოხვიდე და რაღაცანაირად გამაკეთებინო რა რაღაცას რო ვიძახი იცოდე რომ ტრენდს ვიძახი რა მოკლედ ვარ ტრენდსეტერი რა ანუ ტრენდსეტერი ძაღლი არა ანუ ტრენდ და set to set the trend like you know you understand me ხო და ზუსტად იგივე კონცეფციის რაღაცა გადაღრენილი საყვარელი არსება ზუსტად რაც მე მინდოდა მქონოდა. აი რო რქმოდა მაგალითად ლა კუკუ მაგალითად რა, ლა ბუბუს მაგივრად რა. ანუ აი არ ცოტა არ გავღიზიანდებოდი, მაგრამ ლა ბუბუ რო ქვია თან და ამ ლა ბუბუზე ყველა კონტენტი ლა ბუბუზე კეთდება, აი მინდა რომ ესე ავიღო ეს აი ეს ჩუსტი ავიღო და ესე გადავაწ. მაგრამ არა უშავს, ერთადერთი აი მოდი კარგი იმით შევხედოთ, რომ ერთადერთი ისაა რომ კარგი იდეა მქონდა, ანუ სწორი იდეა მქონდა, კარგი რაღაცაზე ვფიქრობდი და ვიღაცამ გააკეთა ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ბეიბი ბუბუზე გამახსენდა. ეს არის ისე რომ იცოდეთ, ეს კიკოფის მონუმენტი, რომელთაც მოვიგეთ და აგერთო დააკვირდებით ძალიან მინდა ფოკუსი დაიჭიროს. აი აქ პატარაზია წერია ბეიბი ბუბუ. ეს რომ ყაზახეთს მოეგო, აზერბაიჯანს მოეგო, წაიღებდნენ ბეიბი ბუბუ. მე იქ დაიკითხავენ რა წერია, რა წერია პატრად ეს რა არის და რომ გადაათარგმნებდნენ ვიღაცას და ეტყოდ რომ ბეიბი ბუბუ წერია, კიდევ უფრო კითხვის ნიშანში იქნებოდნენ რა. ზაფხულია მოგეხსენებათ და არ მინდა რომ ცხელი კონტენტით ვიყო და ძალიან ისეთ გრილ თემებზე მინდა ვისაუბრო, მაგალითად ისრაელი ირანის ომი, კარგი, აპატიეთ. ვიდეო შემხვდა TikTok-ზე რომ ირანი აიღო და ირანის ნამდვილი ზომაო და აიტანეს ზემოთ რა, ესეთი რაღაც იყო და დიდდება ხო იცით? რუკაზე როგორც ჩვენ ვართ, მაგხილას სინამდვილე შეიძლება ვართ, მაგრამ სხვა შეიძლება არ არის მაგხილა. და მე ვნახე რომ აი საქართველოს იდეალური ის ვნახე რა და ესე ავიტანე საქართველოს, კარჩი ნორვეგიის გვერდზე მარცხნივ თუ გავიჩიტებით, ბევრად დიდი ვართ რუკაზე რა, საკაიფოთ ესე. რავი, აი იტალიის ხელა ვართ, ამოვანათებ ზუსტად რა ვიდეოს იტალიის ხელა ვართ და მან დრო ვიყოთ, მაგრამ გაასწორებ და დიდები ვიქნებოდით თან რუკაზე და თან ნორვეგიის გვერდზე ვიქნებოდით და საქართველოს ეხლა მდგომარ რა იმაშიცა, რა სწრანი, რა უცნაური რეგიონი გვაქვს, სადაც არ უნდა გაიხედო, იქით აზერბაიჯანი, სომხეთი ომობენ, ზემოთ რუსეთი ყველას და ყველაფერს ეომება, საერთოდ აი რა ვიცი, ერთმანეთსაც რაღაცებს ეომებიან რა, აი კორონა იყო, მაგასაც იარაღით ეომებოდნენ, მგონი ბომბებს ესროდნენ კორონას. ან კორონიან ხალხს. მე მგონია რომ რუსეთში კორონა ვისაც აღმოაჩნდება და ბომბავდნენ რა. რაღაცა უცებ ვიღაცას კორონა დაუდასტურდა, აი აგერ მიბრძანდით, აგერ კარანტინში შებრძანით და ზემოდან რა გადააბომბებ. ხო, მაგეთ ზემოთ რუსეთი ყველას და ყველაფერს ეომება, აღმოსავლეთით სომხეთი, აზერბაიჯანი, იქით ირანი, ირანი და ისრაელი ომობენ, უკრაინაც ომშია. ჩვენ ირგვლივ საერთოდ ყველაფერს სუომია რა. ძალიან უცნაური სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ რა. ჰიტა მიყვებოდა იმ დღეს რა, რომ მეთქი ატომი რო აფეთქდეს თქო რა, სადღაც ვიღაცა ხა ირანს რომ რა უკრაქნეს იცი? ირანის ყველა ვაფშე გენერალი ვინც იყო და ვისაც რამე ეთქმოდა ომში და ჯარში და ასე შემდეგ, ყველა რაღაც მოტყუებით ისრაელმა რაღაც ერთ ადგილას შეკრიბა და გააქანა ბომბი ესროლა რა და ყველა მოკლა. დატოვა მარტო ის ერთი ლიდერი, ვინც რაღაცა ლიდერია, რომ მოლაპარაკებაზე დაჯდეს ან რაღაც ეგეთი რა, ყველა დაბრიდა. და მე იმერს ატომური მეცნიერებს, ვინც ატომურ ბომბებზე მუშაობდნენ და რაღაცები, მაგათ მანქანებს აფეთქებენ და რაღაცა რა. და ეხლა ეს ირანი რო ადგეს, ხო შეიძლება რომ უცებ აი გამოყლე, აი გაბრას გაგიჟდეს რა და გააქანოს და წყვიტოს ატომი იმას. ისრაელიც ახლოსაა ჩვენთან რამე რა. და მე ჰიტა მეთქა, კარჩი უკრაინაში რო აფეთქდა, ჩერნობილში რაც აფეთქდა, ეგ რო აფეთქდა, ეგ ხო იყო რა ქვია, რადიაცია რო წამოვიდაო კავკასიონზე ესე მოვიდაო და გაჩერდაო და კავკასიონი გამწვანდაო ესეო რა. და ერთადერთი მაგასაც მოყვა საქართველოში იყო, რომ მოსავალი არ მოვიდა უბრალოდ ერთი წელია. ის მაგის თქმა უნდა, რომ თან ხო უცნაურ სუომში ვართ. მაგრამ აიყურე მთელი ცხოვრება ეგრეა, რაც საქართველოს არსებობს, წარმოიდგინეთ რა მაგარი, რატომ მიყვარს მე რატომ მგონია რომ განსაკუთრებულ ქვეყანაში ვარ დაბადებული და რატომ მგონია რომ განსაკუთრებული ვარ და რომ მე რომ ახსენებ რომ ქართველი ვარ, კიდევ უფრო განსაკუთრებული, რატომ მგონია თავი. საქართველოს რაც არსებობს ისტორიის მანძილზე, მაგის ირგვლივ სუომია რა. არასდროს არ იყო ისეთი ერა, როცა ომი არ იყო რა. ხან აქეთა იმპერია იჩალდა, ხან იქით ხან დასავლეთიდან მოდიოდა რაღაც იმპერია გვირტყავდა, ხან ჩრდილოეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან რა და ხან რამდენჯერმე სამხრეთიდანაც რა. და სუომში ვიყავით, თან არასდროს არ ვიყავ, ხა თამარ მეფის დროს და დავით აღაშენების დროს დიდი საქართველო და რაღაცა, ეგეც პატარა ქვეყანა. ხო არის დიდი ამასთან შედარებით, მაგრამ დიდი მაინც არ არის რა, სოფლიო გლობალური ამბავში დიდი მაინც არა. და ხან სუხომი იყო, ხან ამას უნდა და ჩვენ დაბყვა, ხან იმას უნდა და ხან ამას უნდა, მაგრამ რაც კი საქართველო გაჩნდა, მაგის მერე ქართველები ვართ რა. ერი არ შეუცვლილ ვართ რა, სულ ქართველები ვართ. და ეგ ძალიან მაგარია. რომ ამბობენ რომ ქართველობას გვართმევენ, ქართველობას ვერავინ ვერ წაგვართმევს სამყაროში, აი რავი, მაგას ცდილობს 20 საუკუნეა ყველა საერთოდ, რომ ქართველობა წაგვართვას ქართველებს, მაგრამ მაინც ქართველები ვართ რა, აი ძალიან ქართველები ვართ რა. და სხვათა შორის რო იცოდეთ ისე, ვინც ჩამოვიდა 30 ინფლუენსერი იყო ჩამოსული და ჩვენი ხარჯებით რო რა ჰოსპიტალიტეტს გავწიეთ 30 ადამიანზე, ჰოსპიტალიტეტს სტუმართმოყვარეობაც
ოფიციალური სტუმართმოყვარეობაც გავწიეთ 30 ადამიანზე და ბევრი დამეხმარნენ კიდე რესტორანი და კერძო კომპანიები დამეხმარნენ აი ყველა თქვა რომ საუკეთესო ბევრგან ვარო ესე ნამყოფიო საუკეთესო ვარო სადაც ნამყოფი ყოფილვარო და ერთ-ერთმა იტალიელმა სვან რიტოზამ რომელიც არის ძალიან დიდი ადამიანია იტალიაში და ძალიან ბევრი ეთქმის და ძალიან ბევრი რაღაცაა გაკეთებული მაგან ჩვენც ვცადეთ ესეთ რაღაც გაკეთება, მაგრამ ბევრად кайიყო ეს. სხვათა შორის სეტანტამ როგორც ეს სპორტის სასახლე მიქირავა და თან ჩემი არხის პარტნიორიც არის და შეგიძლიათ ბასტო დიდი ასოებით ჩაწეროთ და ნებისმიერ სპორტზე სპორტი რომ იყოს ასე ვაიმე სურათი მაგ გადაღებული კაროჩე მე რაბანა და ერთ-ერთი ალი ფუტბოლ ესეთი ტიპი არის რა ვდგავართ და რაბანას ეცვა სეტანტას ფორმა და სეტანტას მაისური რა უკან სეწერა და მივიდა სეტანტაში მუშაობო და რაბანამ იესო რა და ხელი გაუწოდა ჩამოვართვა რომ საღოლო ძმაო რა აი საღოლო რა და რაო და კაროჩე სეტანტაო ჩვენთან აზერბაიჯანში ჩემპიონთა ლიგას არა ჩვენ მეგონი მარტო Короче, მაგთან ფასადო, ეგ ხარისხიო, ეგ ყველაფერო, რავიო, საღოლო, გადაეციო დირექტორსო, სეტანტასიო, რომ არისო იდეალური რაღაცა. მადლობები გვიხადე სეტანტას გამო. შევხვდი ადამიანს, what's your name? ალიმ გითხრა რომ გაიგო რაბანას ქონდა უკან, აი ამ რაბანას ქონდა ამის დანახვა სეტანტაში მუშაობ და სეტანტაში მუშაობ და მეთქი სეტანტაში მუშაობ თვითონაც და ხელი ჩამოგვართვა და მეთქი სეტანტაში მუშაობ თუ არაო, პროსტაო fantastic jobs აკეთებო, ძალიან თესლი კომპანიაო და მადლობას გიხდით აქედან. Thank you Ali. მაგიტო მევასება, მაგიტო ვარეკლამებ ძმაო, მაგიტო მაგ პრომო კოდი, მაგიტო ვასხამ ხოტბას რომ ღირსები არიან თქო ვიძახი, არიან. ბასტო გამოიყენეთ და ილია თოფურია როგორ გახდება ვაკანტური კამრის მფლობელი, ვუყუროთ ერთად რა. მოდი გადავიდეთ სერიოზულ თემაზე ცოტა. სერიოზულზე რა, აი რომ დავფიქრდეთ და რაღაცეები, ვიბრეინშტორმინგოთ რაღაცეებზე რა. აი უყურეთ ახლა როგორი რაღაცაა რა. წარმოიდგინეთ, მე მაქვს ესეთი ისტორია რომ მე რო კომპიუტერი მიყიდეს, მე და ჩემი ძმას რო კომპიუტერი მიყიდეს, ჩემი ძმა სანდრო გოგოა, ეხლა ხანს მოიყვანა ცოლი, მიულოცოთ. ჩემი ძმას რო კომპიუტერი უყიდეს, ჩემზე 6 წლით დიდი არის. მე ვიყავი პატარა, 6 წლის ვიყავი და ეს იყო 12 წლის რო კომპიუტერი გვიყიდეს რა. როგორი ეგზოტიკა იყო იცი კომპიუტერი, ანუ აი რა, გამდიდრებული ურანი და კომპიუტერი ერთადერთად იშოვებოდა ჩვენს გალაქსში მაგ დროს. და კომპიუტერი იყიდეს რა, ჩემებმა და ეგ ფუფუნება მქონდა. და სანდროსთან დადიოდა მასწავლებელი კომპიუტერის მახსოვს რა. ანუ კომპიუტერის მასწავლებელი ვიღაც ტიპი მოდიოდა ხოლმე თვეში რაღაც კვირაში 2 ჯერ და სანდროს ასწავლდა კომპიუტერის გამოყენებას, როგორ უნდა გამოიყენებინა ეს ნივთი, რომელიც გვიყიდეს რა. და მე არ ვიცოდი, მაგრამ მე პროსტა მქონდა წვდომა ამ კომპიუტერს და სანდრომ პირველად რომ დაინსტალირა თავისი თამაში, მე არ მომფრო მე სანდროზე ნიჭიერი ვარ ან რაღაც ეგეთი რა. ეგეც ჩემნაირი, ჩემი ძმა არის, ჩემი გენი, ანუ იგივე როჟები ვართ. პროსტა ცოტა დაბალია ჩემზე. სანდრომ პირველად დაინსტალირა თამაში. მე ფიდლერით, ესეთი პროგრამა იყო ადრე, Pet Society-ში ვტეხავდი, ოღონდ როგორ ვტეხავდი, იცი, chat engine-ით კი არა, რომ რაღაც ფულებს ვიმატებდი. Limited edition რაღაცები, რაც შემოსული იყო მაგალითად Halloween-ზე, ნივთები. მაგას ვაბრუნებდი ხოლმე, ანუ დროში ვამოგზაურებდი და მაგას ვყიდულობდი 0 ცენტი, მათ რა ქვია, ქეშად. როცა სანდრომ პირველად დაინსტალირა თამაში თავისით. ანუ მაგით რა რისი თქმა მინდა იცი, რაღაცას როცა შენ სწავლობ, რაღაცას როცა შენიც სწავლობ რა, ბევრად კარგად იცი, ვიდრე რაღაცას როცა გასწავლიან. იმიტომ რაღაცას როცა გასწავლიან, ხშირ შემთხვევაში გასწავლიან ერთ გზას. აი მაგალითად მაგაზი არის, რომ აი მაგალითად ადამიანი გზაზე რო დააყენო და გზა რო გაუკვალო. გზის გაკვალვაზე შეიძლება რაღაცა მიზანს მიაღწიოს, მაგრამ გზა რო თვითონ გაიკვალოს, შეიძლება შრამები კონდეს, ისინი კონდეს, ესენი კონდეს, მაგრამ სივრცე იდეალურად ეცოდინება რა. შენ რო ადამიანს ესე უბანში გზას ასწავლი, იმ ადამიანს ეცოდინება იმ გზაზე როგორ გაიაროს. მაგრამ ტიპს რომელიც უბანში დააყენებ და ეტყვი რომ იპოვე მაღაზია, მარცხნივ გაუხობს, არასწორად გაუხობს, მე მარჯვნივ გაუხობს, შეხვდება რაღაცა სხვა, კანცელარია, საკანცელარიო, იქით გაუხობს, შეხვდება რა გარაჟი, აქეთ შეხვდება რაღაცა კორპუსი და ბოლოს მაღაზიამდე მივა. შეიძლება დიდი დრო დაჭირდეს უფრო სანამ მაღაზიამდე მივა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაღაზიამდე მივა. ის ადამიანი, ვისაც ინსტრუქცია მიეცი, მაღაზიამდე მისული იქნება, მაგრამ შემდეგი დავალება რო იქნება იპოვე კორპუსი თქვა და შენ ინსტრუქციას აღარ მისცემ იმ ადამიანს, ვისაც მანამდე ინსტრუქცია მიეცი. ის შეიძლება ნაბიჯი დაელოდოს ინსტრუქციას გაჩერებული. იმიტომ რომ მაგან დაიმახტო რომ შენ ინსტრუქცია მიეცი და ეგ მაგის მერე მივიდა მიზანთან. და იმ ადამიანს, ვინც იბოდიალა,
ეგრევე დააწובה და წავა. და შემდეგ დავალებას და შემდეგ პირველის გარდა ყოველ შემდგომ დავალებას უფრო ჩქარაში ასრულებს ის ტიპი, ვინც იბოდიალა, ვისაც ინსტრუქცია მიეცი. ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკა რა. ანუ ერთადერთი რომელიც არის წერა-კითხვა უნდა იცოდე უეჭველი და უეჭველი უნდა ასწავლოთ მათემატიკა. უნდა დაამოღამებინო ის, რომ ყველა ამოცანის პასუხი არის ამ მაგალითში. ანუ ბოდიალი უნდა ასწავლო ფურცელზე რა. ვიღა ადამიანები, რომლებიც მათემატიკას ვერ სწავლობენ, არ არსებობენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დანებდნენ მათემატიკის სწავლის დროს. ანუ ადამიანები არსებობენ, რომლებიც დანებდნენ ფურცელზე ხეტიალის დროს და ყველა შემდგომ მაგალითს, რომელსაც უყურებენ, წინასწარ დანებებული პოზიციიდან ვერ ამოხსნი არის. თორე ყველას ერთნაირად შეგვიძლია მათემატიკის ისა მენტალიტეტია. ზუსტად ამიტომ უნდა ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანია რაღაცა ლექსის დაზეპირებინო ლექსი. მაგაზე მნიშვნელოვანი არის ასწავლო ფრისტაილი რა. ანუ ყოველთვის არიან ეგეთი ყველაზე წარმატებული, ანუ CEO-ები, ხშირ შემთხვევაში ყველას არ ვიძახი, მაგრამ CEO-ები არიან შვიდოსანი ბავშვები. შვიდოსანი ტიპი ხშირ შემთხვევაში ესეც ყველას არ გულისხმობ, არის ადამიანი, რომელსაც არ უმეცადინია და ფრისტაილით შეძლო 7-იანის მიღება და არა 2-იანის. ეგ არის 7-ოსანი ტიპი. ეგ ოფიციალურად ეგრე არა, მაგრამ დაახლოებით რომ აღწეროთ, ანუ ვინც შეძლო მეცადინეობის გარეშე 7 ქულა მიიღო რა. ანუ 2-ის პასაჟირი იყო და იმდენი ჩაიჭრა რომ 7 მიიღო რა. ეგ არის თემა და მაგას ვამბობ, რომ შენ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ბევრი ანუ მოსინჯო რაღაცები, შენით ისწავლო რაღაცეები რა. თუ გინდა რომ მაგარი როჟა იყო, თუ გინდა რომ რაღაცები გააკეთო მაგალითად, შეძლო, მე ვარ შეჩვეული ეგრე, რომ ყოველთვის იყო გზა, problem solving-ი. მათემატიკაში ამოცანას ქვია პრობლემა. ამოცანა არ ქვია რა, პრობლემა არის რა, ექსპრესია რა ქვია, უნდა ამოხსნა პრობლემა. ანუ პრობლემა გადაჭრა. შენ თუ შეეჩვევი პრობლემების გადაჭრას ფურცელზე, თუ შეეჩვევი პრობლემების გადაჭრას თამაშებში, თუ შეეცდები პრობლემების გადაჭრას, შენ სამყაროში პირველად მეტი რესურსი გექნება რაღაც რო გააკეთო, ვიდრე ადამიანს, ვინც თელი დრო დახარჯა იმაში, რომ რაღაცა დაიმახსოვრებინა, რასაც მე კონკრეტულ რაღაცაში იყენებს. ჩემი გადმოს მე ეს ჩემი რჩევა ესე თუ გინდა გაითვალისწინეთ, თუ გინდა დამცინეთ, თუ გინდა შემეწინააღმდეგეთ. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ, რომ განავითაროთ ეგ სკილები. რაც არის problem solving. ყოველთვის მაგაზე გააკეთეთ აქცენტი. შენ თუ ეგ განვითარებული გაქვს და ეგ არის სკილი, რომელიც გამომუშავებადია და არ არის დაბადები და ზოგს უკეთესად აქვს, ზოგს უარესად, მაგრამ გამომუშავებადია და ყველა შეუძლია კონდეს რა. ეგ განავითარეთ და ნებისმიერ სამყაროში, როგორც არ უნდა განვითარდეს სამყარო, აი, სულ ძალიან წინ წავიდეს, ან ძალიან უკან წავიდეს, თქვენ თავს იპოვით და კარგად იქნებით რა. ამის თქმა მინდოდა რა. ძალიან თან. ამის თქმა სულ მინდოდა და მაგაზე ვღიზიანდები, რომ აი რა უბედურება, რა ის, ანუ უნარები როგორ უნდა ამოიღო იმიდან რა ქვია, გამოცდიდან, ეროვნული გამოცდიდან უნარების ამოღება იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც განათლების სისტემაში მიღებულა რა, იმიტომ რომ უნარები იყო ერთადერთი რაც ავალდებულებდა ყველას, ვინც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რომ ცოტა problem solving-ი გამოემუშავებინათ. წაკითხulis გააზრება არის, ლოგიკური მსჯელობა არის, ანალიტიკა არის, ანუ ინფორმაციის მიღება, გაანალიზება და მერე ამის გამოყენება ან გაცემა. შენ თუ ინფორმაციის ანალიზის უნარი არ გაქვს, რომ ამაზე რომ აი ეს რომ მოდის, ეს სათვალე რომ მოდის და რა არის ეს რომ გეკითხები და შავი რო პასუხობ. ანუ ხო ხვდები რა. აი ეს მაგ ძალიან ჩვევა რა. აი ესე ვაკეთებ ხოლმე წვერს, რა ვეთამაშებ ესე წვერს. და ბახუტასთან ვიყავი, ძალიან ორი ვიდეო დადო ბახუტა, მე და ქორო ვართ. აი სასაცილო ეს ვიდეოებია ორივე რა, ძალიან გაერთობით. ამ აი ცეცხლიანითოს არხი არის ეს, გამოიწერეთ და თან უყურეთ მაგ ვიდეოებს. ძალიან საცილო ვიდეო და ჯო ესე უყურებ იმას რა. ჩემ ვიდეოს უყურებ ესე რა, ესე ვზივარ და უყურებ ესე რა. ესე ვარ და უცებ გადამოდის ჩემზე კადრი და იქ ვიდეოშიც ესე ვარ რა. აი ეს იგივეს ვაკეთებ ზუსტად და უცებ ვაახ მეთქი რა და ულაშებზე გადავედი. და იმ ვიდეოშიც ეგრევე როგორც მე ულაშებზე გადავედი, ეგრევე ჩემი კადრი რომელიც ულაშებს ვაკეთებ. ძალიან მაგარი იყო. ეხა განახებთ მაგასაც. აი ესე ვარ და მე უცებ ულაშებზე გადავდი ვარ. ეგრეა არაფერი აღარ თქვა და ისე გამოვიცნო. პროფესორი ვუთხო არ შეიძლება. არა.
არ გაგვიმართა. წეღანს ეგ რაგიხსენ და მეგონა რომ მიხდებოდი. მადლობა ჩემს მეგობრებს რა. ყველას. და მადლობა ჩემს გუნდს, ქართველს მადლობა. ბიჭო ისე მადლობას გადახდას რომ ვიწყებ ნერვიულობ ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება გამომრჩეს ვინმე რა. და ეხლა 25-ს რო გადავუხდით 26-ს ვერა ძალიან ტეხავს. ამიტომ ანუ არიდებ ხოლმე თავს მადლობის გადახდას. მაგრამ ქართველს მთლიან სტაფს გუნდელებს და პახოდო 4 ტიპს, 3 მწვრთნელი იყო 1 ექიმი. თქვენ შემოგივლეთ, მაგარი რაღაც გავაკეთეთ და შემდეგი გაჩერება არის საიდმენი. YouTube ლიგაც იწყება, YouTube ლიგაზე ხა ჩემი გამოწერები ჰამაკისკენ უნდა იყოთ, მაგარი სასტავი ვართ, ძალიან მაგარი ჰამაკი ვართ, ძალიან სასტავი. ყურა იქნება YouTube ლიგაზე ერთადერთი არა YouTuberi კი რა და არა ცნობილი, არა ფეისი, ის რა ქვია, მოთამაშე. აი ეგრე გადავწყვიტეთ რა, ანუ ერთადერთი ვინც არ იქნება ფეისი იქნება დავით ყურაშიძე, რომელიც უკვე ჩემთვის ფეისი. ხო, და კიდე ვინ, არ ვიცი, მაგრამ მაგარი YouTube ლიგა გველის. გამომიწერეთ, მადლობა. რაღაცებს ვიზამ მოკლედ რა, ზაფხულია ხა და სიცილიაზე მივდივარ, არ შეგროვდა თანხა, მაგრამ ქველმოქმედებაში წავიდა სამაგროთ, იქ 40,000-დან ხა მაგ ბოტასების გამო, კი არა, მაგ ტუფლების გამო. ფულს არ ავიღებ, რა თქმა უნდა. მაგრამ სამაგროთ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ რა, ქველმოქმედების ვიდეოც ხა, რა თქმა უნდა, დაიდება. ყველაფერი დაიდება. სიცილიიდან ჩამოვიტან ვლოგს, თხრობითი ვლოგი. მომიზადეთ მეგობრებო, თხრობითი ვლოგისთვის. დაწერეთ ჩემ არხზე თქვენი საყვარელი ვიდეო რომელი არის. რომელი მოგწონთ ყველას მაგათ. ჩემი საყვარელი თხრობითი ვლოგია. ტაფსონასთან ერთად რო წავედი. ტაფსონა ხო იცით?